ფინალურ ათეულში ცოტა ადგილი რჩება. ნახოთ თუ გაუმართლებს თაკო ვადაჭკორიას. ესე იგი, საერთოდ კონკურსებზე ყოველთვის არ ვიცი, თავს ვიყვებით. ამჯერად მაინც გადავწყვიტე. როდესაც პირველად შევედი მათთან, მართლა ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მაინც მოვახერხე ეთყობა რაღაც ისეთი ჩვენება, რამაც განაპირობა ის, რომ მათ გადაწყვეტეს, რომ შემდეგ ტურში გადავსულიყავ. რომ გამოვედი, მახსოვს უბედნიერესი ვიყავ. როცა გადავედი მეორე ტურში უკვე შემეშინდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ 100 მაგად მეტი უნდა მეჩვენებინა, ვთქვათ, ვიდრე პირველ ტურში ვაჩვენე. ყველაზე ცუდი და დამთრგუნველი მეორე ტურში იყო ის, რომ ჟური არ გაფასებს. ღერი, მადლობთ, თავისუფალი ხარ და ელოდები პასუხს. ძალიან დიდი ხანია ეს არ მინერვიულია რაღაცის მოლოდინში. ძალიან მინდა ამ პროექტში მოხვედრა. გამარჯობა. თაკო, ჩვენ ახლა უნდა საბოლოო შეფასება გითხრათ და გაგაგებინოთ ხართ თუ არა ჩვენს პროექტში. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ პირველი და მეორე ტურის შედეგებს ძალიან დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით. შთაბეჭდილება პირველსა და მეორე ტურის განმავლობაში იყო თანაბარი. მთავარი არგუმენტი, რითაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, იყო მაინც ის რაღაც შინაგანი სამყარო, საინტერესო, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ თქვენში და ის ხმის სიძლიერეც, რომელიც ამ სამყაროს თან ახლავს. ნინომ და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ გადახვიდეთ ძირითად შემადგენლობაში და გახდეთ საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტი. გილოცავთ, თაკო. გილოცავთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საუკეთესო ათეულში მოხვდით. მე მგონი ამდენი კაი ხანი არ მიტერია, რაც ეს ტურები ვიტირე. აღარ ბედნიერებისგან ძალიან დიდი მადლობა. გელოდებით ის სცენაზე. ბედნიერების ცრემლები კიდევ ერთხელ. თაკომ ფინალურ ათეულში მე-9 ადგილი მოიპოვა.